6 ივლისს მიხეილ სააკაშვილიმ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაემგზავრა, სადაც დიმიტრი მედვედევსაც ელოდნენ. საქართველოს პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ რუს კოლეგასთან შეხვედრას მოახერხებდა და რამე გამოსავალს მოძებნიდნენ. თუმცა მედვედევი სააკაშვილს არ შეხვდა. ასტანაში ეს ჩანს კარგად კადრებში, მაქსიმ გაგვირბოდა. კარგად ჩანს, რომ და თვითონ იძახოდა, რომ სააკაშვილს უმეკრობოდა და სულ გაურბოდა. თვითონ რა ხცეს მაგას. და იქ პრაქტიკულად წამოწდა თქვა, რომ ეხა ისეთ მალე ისეთ საშინება მოხდებაო, რომ ძალიან ცუდად წავა საქმე. წამოწდა ბოლოს რომ კუთხეში რომ მომიმწყდე. მე ესე მგონია ჩემი ვერსია, ხა მე ნამდვილ თავს არ დავდებ, მაგრამ პირველი კარგი შეხვედრის შემდეგ და მაშინ რაც ჰქონდა ცდილობა და კონტაქტების დაიბარა პუტინმა, აუხსნა ზუსტად რა გეგმები ჰქონდა, რა გრაფიკი ჰქონდა და ეგრე ამას შეეშინა და ეგრევე გადიწია გვერდზე. ასტანის შემდეგ უკვე გასაგები გახდა, რომ ვითარების განმუხტვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მოსკოვში გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ. ახლა თბილისის მთავარი დილემა იყო, როგორ აეცილებინა მოსალოდნელი კონფლიქტი. რბილად რომ ვთქვათ, არ მივესალმებით საქართველოს წევრობას ნატოში. თქვენი მისრაფებების მიუხედავად. არა იმიტომ, რომ თვლით, რომ საქართველოს ამის უფლება არ აქვს. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, განსაზღვროს თავისი ადგილი ამა თუ იმ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში. მაგრამ ჩვენ არა თქვენი, არამედ ჩვენი პოზიციიდან გამოვდივართ. ის კი მდგომარეობს შემდეგში. ეს არის ჩვენი ეროვნული მიდგომა, თქვენი გაქვთ. თუ რუსეთის მახლობლად და შეგახსენებთ, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, უდიდესი ბირთვული არსენალით და არ შეგვიძლია ამის იგნორირება. იქნება სახელმწიფო, რომელიც სხვა სამხედრო პოლიტიკური ალიანსის წევრია, რომლის ბირთვული რაკეტები დამიზნებულია რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ობიექტებზე. დიახ, ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. 9 ივლისს თბილისში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. მისი მიზანი იყო საქართველოს დათანხმებოდა იმ სამშვიდობო გეგმას, რომელიც წარმოადგენა ევროკავშირმა და კონკრეტულად შტაინმაიერმა. არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვიქნებით უპასუხოთ. ეს წითელი ხაზები ქართველებით დასახლებული სოფლების უსაფრთხოებაზე გადის, უთხრა სააკაშვილმა რაისს. თუმცა საბოლოო ჯამში კონდოლიზა რაისმა სამშვიდობო გეგმაზე თბილისის თანხმობა მიიღო. მისი აღქმა იყო ის, რომ რუსეთი ამას საბოლოო ჯამში მაინც არ იზამს, რუსეთი ძალას გვაჩვენებს და გვაშინებს, რომ თითქოს ამას იზამს, რომ მოახდინოს ვითარებაზე რეაგირება იმ თვალსაზრისით, რომ აი თქვენ შეგაშინოთ, დაგძაბოთ, განმუხტოთ, რომ თქვენ გადადგათ რაღაც ნაბიჯი, რომელიც იქნება შეცდომა და იმიტომ რომ რუსეთისთვის მაინც ეს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა არის თითქოს წარმოუდგენელი. და ანუ ამის აღქმა საბოლოო ჯამში მე მგონი მაინც არ ჰქონდათ, რომ რუსეთს შეეძლო ამის გაკეთება და რუსეთს შეეძლო მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება. ძალადობა უნდა დასრულდეს, ვინც არ უნდა ახორციელებდეს მას. მე ეს აღვნიშნე პრეზიდენტთან საუბრისას, ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. უდანაშაულო ხალხი იღუპება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გამორიცხოს ძალადობა. მეთოდურად 2008 წლის გაზაფხულზე რუსეთი აღვივებდა დაძაბულობას და ცდილობდა საქართველოს გატეხვას. ამრიგად, ჩემი საუბრები ძალიან მაღალი თანამდებობის პირებთან რუსეთში, კრემლში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო შემდეგი შინაარსის. თქვენ, ბატონო, მეუბნებით, რომ აზრზე მოვიყვანო ქართველები და დავამშვიდო. ჩვენ გაგვირდებით და ვხედავთ, რომ თქვენ ცდილობთ დაძაბულობის გაზრდას და ქართველების ხაფანგში გაბმას. როდესაც მათ აღარ ექნებათ არჩევანი, ან ჩაერთონ სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან, რომელიც არავის სურს, ან დანებდნენ თქვენზე წოლას, რომელიც გავს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მითვისების მცდელობას. და თუ ეს არა, მინიმუმ იქ მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობას. ამრიგად მოდით ვიპოვოთ გზა, რომ ჩავახშოთ დაძაბულობა. კონდოლიზა რაისის ჩამოსვლის დღეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე და ეს ოფიციალურად დაადასტურეს კიდეც. ასეთი პრეცედენტი აქამდე არასოდეს ყოფილა. მოსკოვში ოფიციალურად თანხმობა გამოთქვეს სამშვიდობო გეგმაში ჩართვაზე. თუმცა კრემლში სხვა სცენარი იყო დამტკიცებული.
საბოლოოდ 2008 წლის ივლისში დაურეკე მაღალი თანამდებობის რუს ჩინოვნიკს და უთხარი: სასწრაფოდ საქართველოს, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, მეგობარი ქვეყნების ჯგუფი უნდა შეიკრიბოს იმ გეგმაზე მსჯელობისთვის, რომელიც დაძაბულობის დეესკალაციისთვის შევემუშავეთ. პასუხი, რომელიც ჩვენ მივიღეთ მოსკოვიდან იყო, ყველა შვებულებაშია. შვებულებაში? რა ხდება მომავალ კვირას, არა მომავალ კვირასაც. და იმ კვირის შემდეგ საქმე ისაა, რომ ყველა შვებულებაში იქნება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ ეტაპზე ჩემთვის ცხადი გახდა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. და საქართველოს ვეღარაფერს გააკეთებდა მოსკოვიდან წამოსული ომის შესაჩერებლად.